საერთაშორისო სანქციები და საქართველოს შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ სანქციების დაწესების დღიდან საქართველოს სრულად იცავს დადგენილ წესებს და მკაცრ მონიტორინგს უწევს ყველა ტიპის საბაჟო ფორმალობას. სანქციების აღსრულების საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულია ყველა პარტნიორი უწყება და საერთაშორისო ორგანიზაცია. ამასთან დამატებით გადამოწმებას ექვემდებარება საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის შემთხვევები, რათა საქართველოს ტერიტორია არ იქნას გამოყენებული დაწესებული სანქციებისგან თავის არიდების საშუალებად. მეტი ინფორმაციის მიღების მიზნით თემაზე სასაუბროთ დღევანდელი ყოველკვირეული რუბრიკის სტუმარია ოთარ იკაძე, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო რისკების მართვის სამმართველოს უფროსის მოადგილე. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გაცემის სტუმრობისთვის. ამ 3 წლის განმავლობაში დაახლოებით წელიწად ნახევარია, რაც შემოსავლების სამსახურის და ბიზნეს პარტნიორის ერთობლივი რუბრიკაა და რამდენჯერმე მიუძღვენით ამ თემას გადაცემა და ყველა ჯერზე ვკითხულობდი მარტივ რამეს, რომ კონკრეტული შემთხვევა, როდესაც პარტნიორებმა, ვისთანაც გაქვთ უშუალოდ შემხებლობა, თქვენს კოლეგებმა, თუ მოგმართეს დავუშვათ კონკრეტული შემთხვევით, რომ სანქცირებული ტვირთი რაიმე ტიპის გატარება მოხდა საქართველოს გავლით. ამას ვკითხულობ ძალიან მარტივ მიზეზის გამო, იმიტომ რომ 3 წლის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია, მათ შორის მედიაში, ცალკეული ქვეყნების პირველი პირებისგან, ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან და ასე შემდგომ. აღარაფერს ვამბობ საქართველოში ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს. აი ამ ყველაფრის ფონზე რეალურად საქართველო როგორ იცავს და რა ფორმით იცავს აი ამ საერთაშორისო სანქციებს და როგორ მოახერხეთ ის, რომ დაუშვათ ამ მიმართულებით რაიმე რეალური ხელშესახები ფაქტი ვერ დადეს. დიდი მადლობა მოწვევისთვის, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. რომ დავიწყოთ პირველი შეკითხვიდან, ყოფილა თუ არა რამე ფაქტი, კონკრეტული ფაქტი, როდესაც თქვათ გამოვლენინა, რომ საქართველოს იქნა გამოყენებული სანქციების გვერდის ავლის მიზნებისთვის. მინდა გითხრათ, რომ მსგავსი ფაქტი არც თქვათ საერთაშორისო მედიაში გაჟღერებული გადაცემებიდან გამომდინარე, არც თქვათ ქვეყნის შიგნით არსებული სხვადასხვა გადაცემებში გაჟღერებული სხვადასხვა თითქოს და ფაქტებიდან გამომდინარე, არც ერთი მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა, ანუ რეალურად რეალური შეხება იმასთან დაკავშირებით, რომ მომხდარიყო მსგავსი სანქციების გვერდის ავლა არ ყოფილა. იყო უბრალოდ საუბარი. რა თქმა უნდა, ეს იყო უბრალოდ საუბარი. მე შემიძლია კონკრეტული თქვათ მაგალითები გითხრათ, თუ და საინტერესოა ჯაჭვი როგორ არის აწყობილი და უშუალოდ როგორ ხდება კონტროლი იმისა, რომ რეალურად მაყურებელსაც შეექმნას წარმოდგენა რა სახით ვაკონტროლებთ აი ამ შემოსულ ტვირთებს. მადლობა შეკითხვისთვის. პირველ რიგში, ანუ ვიცით რომ 16 პაკეტია უკვე მხოლოდ ევროკავშირის მიერ გამოცემული ამ სანქციების თებერვალში მიიღეს მე-16 და ეს მე-16 პაკეტის ჩვენს მიერ იქნა დამუშავებული და სისტემატიზირებული და ასახული ჩვენივე საბაჟო სისტემებში. ანუ რას გულისხმობ ამას? ესე დასაწყისიდანვე როგორ ხდებოდა ადმინისტრირება ჩვენს მიერ და როგორ დავიწყეთ თავიდან, როგორც კი დაიწყო 2022 წლის ეს მოვლენები. პირველივე დღეებიდან საბაჟო დეპარტამენტში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. მოვახდინეთ იმ რეგულაციების დეტალური შესწავლა. მოგეხსენებათ, რომ საჭირო იყო არა მარტო ევროკავშირის რეგულაციების შესწავლა, არამედ ამერიკის, დიდი ბრიტანეთის, იაპონიის, კანადის, სამხრეთ კორეის მათ შორის, ანუ იქიდან გამომდინარე, რომ შეიძლება მარტივად ჩანდეს და ფიქროთ, რომ მხოლოდ ევროკავშირის რეგულაციების შესწავლა საკმარისია, მაგრამ ასე არ არის. მიდგომა კი ერთია, მაგრამ გარდა იმისა, რომ არის ფინანსური სანქციები, არის საბანკო სადაზღვეო და სხვა მსგავსი სანქციები, არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, ეს არის ეკონომიკური სანქციები, რომელიც ეხება საგარეო ვაჭრობის შეზღუდვას რუსეთის ფედერაციას და ბელარუსთან. და ამ მიმართულებით საკმაოდ ვრცელი, ძალიან დიდი სასაქონლო კოდები, ან კონკრეტული საქონლის პროდუქცია, რომელიც შეზღუდულია, აკრძალულია მთლიანად, როგორც რუსეთთან ვაჭრობა, ისე პირიქით რუსეთთან, ევროკავშირის და ამერიკის მიმართულებით აღნიშნული საქონლით ვაჭრობა. ამიტომ საჭირო იყო ყველა ამ დოკუმენტის, ყველა ამ რეგულაციის დეტალურად გავრა, იმიტომ არის ბევრი გამონაკლისი, ბევრი სხვადასხვა მაგალითად შეიძლება კონკრეტული საქონელი ერთის ქვეყნის მიერ იყოს აქციული, მაგრამ მეორე ქვეყნის მიერ არა, ანუ კონკრეტული ქვეყნების ინტერესებიდან გამომდინარეც. ამიტომ ყველაფერი როგორ მოახდინეთ მინიმუმ თანამშრომლების სხვა გადამზადება დაგჭირდებოდათ ხო, რომ ამ გრძელ ჩამონათვალში დაუშვათ რაიმე ტიპის გადაცნობა არ მოეხდინათ. ამისთვის საგანგებოდ დაგჭირდათ მომზადება? კი, რა თქმა უნდა, ეს იყო როგორც ჩვენ შიგნით დავიწყეთ ამ გადამზადება ჩვენი თანამშრომლებით, ჩაუტარეთ ტრენინგებიც, ანუ როგორც საბაჟო გამშემოხდით
პუნქტებზე, ისე გაფორმების ეკონომიკურ ზონებში, აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ვახსენებთ პარტნიორთა თანამშრომლობა, არაერთი ტრეინინგი ჩატარდა, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ორგანიზებით, ისე ევროკავშირის შესაბამის უწყებების ორგანიზებით, იყვნენ ჩამოსული ექსპერტები ამ სანქციებთან დაკავშირებით და დეტალურად იქნა მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია, გაგვიზიარეს მათი გამოცდილება, გაგვიზიარეს აგრეთვე ის რისკები და ის დეტალურად იდენტიფიკაციის საშუალებები, თუ როგორ უნდა მოგვეხდინათ თქვა სანქციებულ ტვირთებთან მიმართებაში აღმოჩენა თუ შესაბამისად შემდეგ უკვე ასახვა ჩვენს კონტროლის პროცედურებში. თავარი რისკ ფაქტორები რა იყო აი ამ პერიოდის განმავლობაში, ანუ რაზეც განსაკუთრებულად გიწევდათ ყურადღების გამახვილება? ანუ მოგეხსენებათ რომ გარდა იმისა რომ ჩვენ აქამდე ვაკონტროლებთ ორმაგის დანიშნულების საქონელს და სამხედრო საქონელს, ანუ მარტივად რომ გავმარტო რას ნიშნავს ეს ორმაგი დანიშნულების საქონელი, ეს არის ისეთი საქონელი, რომელიც არის საკონტროლო ნუსხა შედგენილი, როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირს ჩვენ ვგვართ დაახლოებით იგივე ნუსხაურობს, რაც ევროკავშირს ამ მიმართულებით და შესაბამისად ასეთი საქონელი, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად კონტროლდება და მაქსიმალური რისკის ქვეშ იყო. თუმცა 2022 წლამდე მსგავსი ფაქტი რომ თქვა ორმაგი დანიშნულების ან სამხედრო დანიშნულების საქონლის ნებართვა გაცემული იყო ეს დანებართვა საქმიანობას ექვემდებარება რუსეთის ან ბელარუსის მიმართულებით არ ყოფილა. არც მანამდე 2022 წლამდე. გარდა ამისა ევროკავშირმა და ამერიკამ და ამ პარტნიორმა ქვეყნებმა რომელმაც დააწესეს ეს სანქციები შემოიღეს კიდევ მაღალ ტექნოლოგიური, ეგრეთ წოდებული სენსიტიური საქონლის ნუსხა, ეს არის 50 საქონლის ჩამონათვალი, რომელიც არ არის ორმაგი დანიშნულების, თუმცა ამ მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე გადაწყვიტეს, რომ ეს საქონელიც მაქსიმალურად გაეკონტროლებინათ. შესაბამისად აღნიშნული ნუსხები არის ხელმისაწვდომი როგორც ღია წყაროებით, ისევე ჩვენს რა თქმა უნდა გვაქვს სისტემაში ინტეგრირებული საბაჟო სისტემებში და მაქსიმალურად ვაკონტროლებთ, ანუ ეს არის ყველაზე მაღალი რისკის საქონლის. სტატისტიკამ რა აჩვენა, რამდენად დიდი იყო მცდელობა რომ საქართველოს გავლით და უშოთ სანქცირებული ტვირთი გადასულიყო სხვა ქვეყანაში და რეალურად რამდენი შემთხვევაა გამოვლენილი ამ 3 წლის განმავლობაში და აი ამ პროცესისგან თავის დასასრულად რა ძირითადი ნაბიჯების გადადგმა მოგიწიათ? დიახ, ანუ სტატისტიკის მიხედვით, რა თქმა უნდა, ერთი ის რომ ცდელობა ალბათ იყო. ცდელობა რა თქმა უნდა იყო, რისკები რა თქმა უნდა გაიზარდა, იქიდან გამომდინარე რომ ბევრი მარშრუტი და თქვა რაც რუსეთის მიმართულებით გადაადგილდებოდა, გადმოინდათ ანუ ნაწილობრივ ჩვენს საქართველოს მიმართულებით და ის ტვირთები, რომელიც აქამდე არ მოძრაობოდა საქართველოს გავლით შეიძლება უკვე აქაც გადაადგილდება. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ცდუნება არაკეთის ინდისიერი ეკონომიკური ოპერატორების მიერ, რომ მაქსიმალური მოგება მიიღოთ და გამოეყენებინათ საქართველოს ტერიტორია იყო და ეს ფაქტებიც ამაზე მიადნიშნებს, რომ დღესდღეობით დაახლოებით 2200 შემთხვევა გვაქვს, როდესაც უშუალოდ საზღვრიდან გავაბრუნდეთ ეს მსგავსი ტვირთები და აქედან გამომდინარე, გარდა ამისა, თქვათ რა თქმა უნდა მაქსიმალურად ვცდილობდით დასაწყისშივე აგვეკვეთა მსგავსი ფაქტები, რომ შემდგომში უკვე შემცირებული. ბოლო პერიოდში კი აღარ არის დაუშვათ ამაზე საუბარი, მაგრამ გარკვეულწილად მათ შორის ქართული მედიის ნაწილში თქვენ ყოველდღიურად თუ არა რაღაც ერთი პერიოდი იყო, ხშირად მოგიწევდათ იმის ნახვა, რომ მაგალითად ბათუმში არის ესა თუ ის ტვირთი სანქცირებული და ბარაშვებით. ალბათ აი ამ ყველაფერზე მე გადამოწმება გიწევდათ, ხო? ამ პროცესებზე რეაგირებას რა ფორმით ახდენდით და რამდენად იყო დაუშვათ ეს ხელისშემშლელი თლიანად მუშაობის კუთხით, რომ რაღაცამ გარკვეულწილად პრობლემა არ შექმნათ, რაღაც არ გაგპარვოდათ, რაღაც შეცდომა არ დაგეშვათ. დიახ, რა თქმა უნდა, ხშირად იყო სპეკულაციები, ხშირად იყო დეზინფორმაცია, მათ შორის ვთქვათ ტვირთებთან დაკავშირებითაც, თუმცა ყველა გადამოწმებული შემთხვევა მინდა გითხრათ, რომ რაც კი გადავამოწმეთ, არ შეესაბამება სინამდვილეს და შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზეც ხშირად გაგვიცია პასუხი განცხადებების საფუძველზე და ეს დღესაც შეუძლიათ გადაამოწმოთ დაინტერესებულმა პირებმა ყველა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენი პასუხი, რომ რეალობას არ შეესაბამება მათ მიერ ეს განცხადებები. ეს გიქმნიდა თუ არა პრობლემას აი ამ ტიპის ინფორმაცია პარტნიორებთან ურთიერთობაში? იყო თუ არა მათგან გარკვეულწილად კითხვები და მე ამ პასუხის გაცემა როგორ ხდებოდა? დიახ, რა თქმა უნდა, პარტნიორები თქვენი კოლეგებისგან სხვა საბაჟო სამსახურებიდან. დიახ. რა თქმა უნდა, ხშირად იყო შემთხვევები, როდესაც დაუსვიათ შეკითხვა მსგავსი მიმართულებით.
ჩვენ ყოველთვის ღია ვიყავით ამ მიმართულებით და ყოველთვის ნებისმიერ მათ შეკითხვაზე დეტალურად გაგვიცია პასუხი. ხშირად იყო ჩამოსულა როგორც მაღალი დონის შეხვედრა ჩატარებულა საქართველოში ამ მიმართულებით, იყო საქციელების კოორდინატორები სხვადასხვა ქვეყნებიდან. აგრეთვე იყო სხვადასხვა ამერიკული დელეგაცია მაღალი დონის პირებით, რომელსაც უშუალოდ ევალებოდათ და კონტროლს უწევდნენ სანქციების ნაწილს და მაშინაც ითქვა, რომ საქართველოს არ დაურღვევია არანაირი საერთაშორისო სანქცია. დიახ და ეს იყო ჩვენი მუშაობის შედეგი, ანუ მათ დეტალურად შეისწავლეს, რა თქმა უნდა, როგორც საბაჟო საზღვრების მუშაობის და პრინციპები, აგრეთვე ის რისკ პროფილები, რაც შექმნილი გვაქვს ამ მიმართულებით, ის მებაჟო ოფიცრების ცოდნა, გამოცდილება ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, ის გავაცანით ის შედეგები, რაც ჰქონდა და ამ ყველაფერმა დაანახა მათ ნათლად, რომ საქართველოს საბაჟო ამ მიმართულების არის მოწყობების სიმაღლეზე და ალბათ მადლობას გადაუხდიათ ხშირად კარგი მუშაობისთვის. თქვენთანაც ახსენეთ და მეც ვთქვი, რომ 16 პაკეტი მარტო ევროკავშირის მხრიდან იყო დაწესებული, სულ ახლახას მიიღეს მე-16. ანუ ყველა ახალი პაკეტის შემდგომ სპეციალურად ხდებოდა დამუშავება ამ ახალი მიმართულებით, რა ტიპის სანქცია უნდა, როგორ უნდა მოგეხდინათ აღსრულება? მიმართულება ერთი იყო და შესაბამისად საჭირო იყო უბრალოდ ამ სასაქონლო კოდების გავლა, ანუ რა ტიპის საქონელი იყო სანქცირებული, რა გამონაკლისები იყო ამ მიმართულებით დასმული და გაკეთებული და შესაბამისად უკვე ასახვა ჩვენს სისტემაში და დაყვანა მებაჟი ოფიცრებამდე როგორც მითითებებით, ისე მეთოდური მითითებები იქნებოდა ეს თუ აგრეთვე საძიებო სისტემის შექმნა. ყველაზე დიდ სირთულეს რა წარმოადგენდა ამ პროცესში? დასაწყისში რა თქმა უნდა წარმოადგენდა ის კომპლექსურობა და საკმაოდ სირთულე თვითონ ამ პაკეტების და სანქციების სისტემას, თუმცა როგორც ჩვენი დიდი შრომისა და სხვადასხვა საქმიანობის შედეგად მაქსიმალურად შევძელით, რომ შეგვესწავლა ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, საზღვარზეც იყო ხშირად თვითონ მებაჟი ოფიცრებს და ბევრი შეკითხვები და მაქსიმალურად ყოველდღიურ რეჟიმში დღესაც ვცდილობთ, რომ ინფორმაცია მივაწოდოთ მათ საბაჟო ოფიცრებთან, როგორც საბაჟო გაფორმებაზე, ისე საზღვრებზე, რომ მაქსიმალურად გქონდეთ ინფორმაცია ამ სანქციებთან დაკავშირებით. კი ბატონო, ანუ რეალურად სახმელეთო ნაწილში იყო ყველაზე მეტი დაუშვათ მცდელობა, რომ საქართველოს საზღვარზე შემოეტანათ არასანქცირებული ტვირთი თუ დავარჩეთ საჰაერო ნაწილშიც იყო ამ კუთხით პრობლემები. რა თქმა უნდა, მეტად იყო სახმელეთო ნაწილი, გამომდინარე იქიდან ჩვენი მეზობელი რუსეთის ფედერაციის სახმელეთო შესაბამისად სახმელეთო უფრო მეტი შემთხვევა იყო და ამ 2200 შემთხვევიდან ძირითადი ნაწილი მოდის სახმელეთო გადაზიდვების შესახებ. ძალიან დიდი მადლობა საუბრისთვის, წარმატებებს გისურვებთ და კლავაც სიამოვნებით გიმასპინძლებთ სანქციების ნაწილზე, მის გათვალისწინებით, რომ ყველას ძალიან დიდი ინტერესი აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით. ოთარ რიკაძე იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი. ასეთი იყო ბიზნეს პარტნიორი დღეს, მე და თქვენ ერთმანეთს პროექტის ფარგლებში ხვალ შევხვდებით, მშვიდობიანი დღე ნახვამდის.